ლამაზი მატჩის ბნელი დღე. მიუნხენის საჰაერო კატასტროფა და ბასბის ჩვილები. ფეხბურთი ლამაზი თამაშია. მისი მიზანი მისგან სიამოვნების მიღებაა. ზერმეტ ბასბის ეს სიტყვები ეხმიანება დროს როგორც სიხარულით, ასევე მწუხარებით. დღეს მოგიყვებით ამბავს, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ფეხბურთი. ეს არის ზღაპარი ტრიუმფზე, ტრაგედიასა და წარმოუდგენელ აღორძინებაზე. 1958 წელი. მანჩესტერ იუნაიტედმა მეტ ბასბისთან ერთად რაღაც განსაკუთრებული საშენება შეძლო. ეს არ იყო უბრალოდ გუნდი, ისინი ბასბის ჩვილები იყვნენ. წარმოუდგენლად ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების ჯგუფი. ის რაც მათ უნიკალურს ხდიდა არ იყო მხოლოდ მათი ახალგაზრდობა, არამედ მათი გამორჩეული უნარები და ის ფაქტი, რომ გუნდის უმეტესი ნაწილი ერთად გაიზარდა იუნაიტედის ახალგაზრდული სისტემის მეშვეობით. სანამ ტრაგედია დატრიალდებოდა, ამ ახალგაზრდა ლომებს უკვე დაეპყროთ ინგლისი. მათ მოიგეს ზედიზედ 2 ლიგის ტიტული და მათმა შემდეგმა ფეხბურთმა ისინი აქცია ბრიტანული ფეხბურთის ყველაზე დიდ სანახაობად. გუნდის საშუალო ასაკი კი მხოლოდ 22 წელი იყო. ისინი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გუნდად ყალიბდებოდა. 6 თებერვალი 1958 წელი. გუნდი ბელგრადიდან ევროპის თასის მატჩიდან ბრუნდებოდა. თვითმფრინავი მიუნხენში საწვავის შესავსებად გაჩერდა. საშინელი ამინდი იყო. თოლმა და ნალექმა სრულად დაფარა ასაფრენი ბილიკი. აფრენის ორი მცდელობა კი წარუმატებელი აღმოჩნდა. Here is the news. So far we know there are 23 survivors after Manchester United's air crash at Munich this afternoon. გარდაცვლილთა შორის იყვნენ კლუბის კაპიტანი როჯერ ბირნი, ინგლისის ნაკრების წევრი ტომი ტეილორი და საოცრად ნიჭიერი დანგან ედვარდსი, რომელზეც ბევრს ჯერა, რომ ის გახდებოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მეტ ბასბი, ამ ახალგაზრდა გუნდის არქიტექტორი ძალიან მძიმედ დაშავდა, მაგრამ კლუბის მსგავსად, რომელიც ძლიერ უყვარდა, იგი უარს ამბობდა სიკვდილზე. კიდევ ერთი გადარჩენილი, ბობი ჩარლტონი იმ დღის სიმძიმეს მთელი სიცოცხლის მანძილზე ატარებდა. მან დაკარგა 8 თანაგუნდელი, 8 მეგობარი. კატასტროფის რეალური სიმძიმე აუტანელი იყო. დანკან ედვარდსი, რომელიც ბასბის ჩვილების უდიდეს წევრად მიიჩნეოდა, 15 დღის განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლისთვის საავადმყოფოში. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით მან იუნაიტედში 150 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. ეს ყველაფერი სანამ 21 წლის გახდებოდა. მისმა უკანასკნელმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ აჩვენა თამაშისადმი თავდადების სიღრმე. შაბათს ვულფსთან მატჩი, რომელსაც ამ თამაშის გამოტოვება არ შემიძლია. სანამ მეტ ბასბი მიუნხენში ჟანგბაძე იყო შეერთებული და თავისი სიცოცხლისთვის იბრძოდა, სწორედ მისი სანდო თანაშემწე ჯიმი მერფი გახდა იუნაიტედის მხსნელი. მერფი არ იმყოფებოდა თვითმფრინავში იმ საბედისწერო დღეს, რადგან ის როგორც მენეჯერი უძღვებოდა უელსის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში. იგი იუნაიტედს 43 წელი ემსახურა, მაგრამ სწორედ მიუნხენის შემდეგ იმ ბნელ დღეებში გამოჩნდა მისი ნამდვილი ღირებულება. ავარიიდან სულ რაღაც 13 დღის შემდეგ იუნაიტედმა პირველი მატჩი ჩაატარა. ეს იყო ასოციაციის თასის მატჩი შეფილდ უენსდეისთან, ოლდ ტრაფორდზე. ატმოსფერო ელექტრული იყო, რადგან ავარიისგან მხოლოდ 2 გადარჩენილი ბილი ფოლკსი და ჰარი გრეგი გამოვიდნენ მოედანზე, ახალგაზრდების ნაჩქარევად შეკრებილ გუნდთან და სასწრაფო დახმარების ხელმოწერებთან ერთად. ეს მატჩი გახდა ძვირფასი არტეფაქტი, კლუბის მიზანდასახულობისა და გაგრძელების სიმბოლო. მეტ ბასბის გამოჯანმრთელება სასწაულს ცოდათი ჩამორჩებოდა. გავრცელებული ინფორმაციით მას ბოლო რელიგიური რიტუალი 2-ჯერ ჩაუტარდა, მაგრამ როგორღაც იპოვა ძალა გადარჩენისთვის. ავარიიდან 3 თვის შემდეგ ის საკმარისად გამოჯანმრთელდა, რომ ასოციაციის დასს დასწრებოდა უემბლიზე. მისი კლუბის აღდგენის მიზანი განაპირობა პირობამ. პატივი მიეგო იმათთვის, ვინც დაკარგა. ისევ რაღაც ლამაზის შექმნით. აღდგენის პროცესში შრომატევადი იყო, მაგრამ ბასბის არ შეუჩერებია თავისი მიზანი. ის აგრძელებდა ახალგაზრდებისადმი ნდობას, ისევე როგორც ჩვილებთან. გაჩნდა ახალი თაობა. ჯორჯ ბესტი, დენის ლოუ და მიუნხენში გადარჩენილი ბობი ჩარლტონი. 1968 წელს, როდესაც მათ ასწიეს ევროპის თასი კატასტროფიდან 10 წლის შემდეგ, უემბლიზე მშრალი თვალი არ მოიძებნებოდა. ბასბის ხედვა საბოლოოდ განხორციელდა, თუმცა ფასი აუტანლად მაღალი იყო. დღეს მიუნხენის საათი ოლდ ტრაფორდზე გაყინულია 15 საათსა და 0 წუთზე. მიუნხენის გვირავი სამხრეთ ტრიბუნის ქვეშ გვიყვება მათ ისტორიას სურათებითა და სიტყვებით. 2023 წლის მაისში გაიხსნა ჯიმი მერფის ქანდაკება ოლდ ტრაფორდის გარეთ, რამაც საბოლოოდ აღიარა ადამიანი, რომელმაც შეკრა კლუბი მის ყველაზე მძიმე პერიოდში. ყოველ 6 თებერვალს ათასობით ადამიანი იკრიბება მიუნხენის მემორიალის ქვეშ, ოლდ ტრაფორდზე. ისინი მღერიან სიმღერებს, იხსენებენ სახელებს და პატივს სცემენ ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც თამაშობდნენ ულამაზეს თამაშს ზუსტად ისე, როგორც უნდა ეთამაშათ, სიხარულით, ოსტატობითა და გაუტეხელი სულისკვეთებით.
რომელიც დღემდე აგრძელებს თაობების შთაგონებას. მაგრამ ეს არ არის ამბავი მხოლოდ ტრაგედიაზე. ეს არის ამბავი გამძლეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულმა 5 მოთამაშე იჯარით და ხელფასის გადახდით შესთავაზა, იუნაიტედმა როგორღაც მოახერხა გუნდის გამოყვანა ავარიიდან მხოლოდ 13 დღის შემდეგ. საფეხბურთო სამყარო კი მათ ირგვლივ შეიკრიბა. ბასბიმ საავადმყოფოს საწოლივნამ პირობა დადო, რომ ის აღადგენდა გუნდს, დაკარგულებს პატივს სცემდა ისევ რაღაც ლამაზის შექმნით. მან ეს პირობა შეასრულა. 10 წლის შემდეგ 1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი გახდა პირველი ინგლისური გუნდი, რომელმაც მოიგო ევროპის თასი. მიუნხენის გადარჩენილმა ბობი ჩალტონმა კი ფინალში 2 ბურთი გაიტანა. გამარჯვების შემდეგ ბასბიმ თქვა: ეს არის ჩემი ცხოვრების უდიდესი ღამე, ჩემი ყველაზე ძვირფასი სურვილის აღსრულება. ინგლისის პირველი გუნდი, რომელმაც მოიგო ევროპის თასი. ვამაყობ გუნდით, ვამაყობ ბობი ჩალტონით და ვამაყობ ყველა იმ ადამიანით, რომელიც მხარს გვიჭერს ჩვენს ბნელ დღეებში. ამ ფეხბურთელებმა შეიძლება ძალიან მალე დაგტოვეს, მაგრამ მათი მემკვიდრეობა ცხოვრობს ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელში, რომელიც ატარებს ამ ცნობილ წითელ მაისურს. ყველა გულშემატკივარში, რომელიც ადის ოლდ ტრაფორდის კიბეებზე და კლუბის მტკიცე სულში, რომელმაც უარი თქვა ტრაგედიით დამარცხებაზე.